გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მეხორბლე ფერმერებსა და წისქვილ კომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა. მათ ყურადღება გაამახვილეს ხორბლის მოსავლის აღების ეფექტიან ორგანიზებაზე, დროულად და უსაფრთხოდ დაბინავების პროცესზე, ასევე რეალიზაციის მექანიზმების გაუმჯობესებასა და ტექნიკური რესურსების დროული მობილიზების აუცილებლობაზე. ხორბლის მოსავლის აღების დაწყებისთანავე შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის ეფექტიან მართვას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა მარცვლეულის მოსავლის აღების საკოორდინაციო შტაბი. დღეს ეს შტაბი გავიდა დედოფლისწყაროში, შეხვდა ფერმერებს და შტაბის მიზანი არის ორგანიზებულად მოხდეს ფერმერების მიერ მოსავლის აღება და დაბინავება. ამაში ჩართული არის დაახლოებით 250 ტექნიკა, საიდანაც დიდი ნაწილი სახელმწიფოს თანადაფინანსებით არის შეზღუდული და მომავალშიც გააგრძელებს სახელმწიფო დახმარებას ამ დარგის მდგრადობისთვის და განვითარებისთვის. შევხვდით მეხორბლებს რეგიონში მოღვაწე ფერმერებს, ჩვენ მოვინახულეთ ალოობის პროცესი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მხარდაჭერას აუქვავს თითოეულ ფერმერს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ წლევანდელი სეზონი ფერმერებისთვის არის დოვლათიანი. ვფიქრობ, რომ გასულ წელთან შედარებით წელს ძალიან მნიშვნელოვანი მატება იქნება მოსავლის მიღებასთან დაკავშირებით. დაიწყო უკვე მოსავლის აღება, აქტიურ ფაზაშია შესული. მოსავალი ნორმალურია, ველოდებით კარგ მოსავალს, ნაწილობრივ იქნება რა თქმა უნდა საფურაჟე მოსავალიც, ეს ამას უკვე ანალიზები დაადგეს. მთლიანობაში პროცესი მიმდინარეობს ნორმალურად, ველოდებით შტაბის სამუშაოებას, რომ დავინახოთ რეალურად ზედაპირზე ამოვიდეს სად არის გამოწვევა და რა შეიძლება შეიცვალოს, რა შეიძლება ვთქვათ დაუპირისპიროთ იმას, რომ ფერმერებმა გაყიდონ ეს მოსავალი, დააბინაონ ნორმალურად და გააგრძელონ კვლავ-წარმოება და გავზარდოთ მოსავლიანობის რაოდენობაც და ხარისხიც. ყველაფერი კარგად მიდის, სახელმწიფო გვერდში გვიდგა ყველანაირად, ტექნიკით, დაფინანსებით და ყველანაირად კმაყოფილები ვართ რა და დადებითად მოვხასებ დღევანდელ შეხვედრას და რაც ხშირად შევხვდებით, უფრო კარგი იქნება.